კანონის ენა ზოგჯერ რთულია. ჩვენ აგიხსნით მოკლედ და გასაგებად. ყოველ სამუშაო დღეს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას კანონი მარტივად. თეა პერტაიასთან ერთად. იცოდეთ, დაიცავით და იყავით დაცული. გამარჯობა. ეს რადიო იმედია რუბრიკა კანონი მარტივად და ამჯერად სამუშაო დროის აღრიცხვასთან დაკავშირებულ წესებს გაგიზიარებთ. არ ვიცი ამაზე გიფიქრიათ თუ არა, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ სამუშაო დროის სწორად ორგანიზება პირდაპირ უკავშირდება დასაქმებულის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას. სწორედ იმისთვის, რომ არ მოხდეს დასაქმებული შრომის ბოროტად გამოყენება, მნიშვნელოვანია სამუშაო დროის აღრიცხვა და გაკონტროლება. შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებული სამუშაო დრო აღრიცხოს და აღრიცხვის დოკუმენტი დასაქმებულს გააცნოს. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დასაქმებული სამუშაო დროის აღრიცხვა ობიექტური გარემოებების გამო, მაგალითად სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით შეუძლებელია. დღეს ბევრი დისტანციურად მუშაობს. ამ შემთხვევაშიც იგივე პრინციპი მოქმედებს. დამსაქმებელი ვალდებულია დისტანციურად მომუშავე პირის შრომის დრო აღნუსხოს და ეს შეიძლება მოხდეს ელექტრონული პლატფორმის ან სხვა მექანიზმის საშუალებით. ამასთან დასაქმებულს უფლება აქვს დამსაქმებელს მოსთხოვოს მის მიერ ნამუშევარი დროის აღრიცხვის დოკუმენტის გაცნობა. სასარგებლოა იცოდეთ, რომ მოცემული დოკუმენტის გაცნობის პროცესში დასაქმებულის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ის არ არის ვალდებული უპირობოდ დაეთანხმოს ასახულ ინფორმაციას. თუ მიაჩნია, რომ მონაცემები მცდარია, დასაქმებულმა ამის შესახებ ოფიციალურად უნდა განაცხადოს. კიდევ რამდენიმე დეტალი, რომელიც უნდა იცოდეთ. სამუშაო დროის აღრიცხვა შეიძლება მოხდეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ინფორმაცია უნდა აისახოს ყოველი თვის ბოლოს ან პერიოდულად მთელი თვის განმავლობაში. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმაში ნამუშევარი საათების გარდა უნდა ჩანდეს სხვა ინფორმაციაც, მაგალითად შვებულების დღეების რაოდენობა, ღამის სამუშაო საათები, დასვენების დღეები და ასე შემდეგ. ამასთან საყურადღებოა, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია დამსაქმებელმა 1 წლის განმავლობაში უნდა შეინახოს. იუსტიციის სასწავლო ცენტრი და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას კანონი მარტივად. თეა პერტაიასთან ერთად. იცოდეთ, დაიცავით და იყავით დაცული. ეს რადიო იმედია და გიყვებით სამუშაო დროის აღრიცხვისა და მონიტორინგის წესებს. სამუშაო დროის აღრიცხვის დოკუმენტი მნიშვნელოვანია შრომის ინსპექციისთვისაც, თუმცა შრომის ინსპექტორისთვის მხოლოდ ეს არაა საკმარისი. მაგალითად, ის ვალდებულია მოიძიოს ან გამოითხოვოს მასალები გამოკითხოს პირები, იმიზნით, რომ გადაამოწმოს სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმაში ასახული ინფორმაციის რეალობასთან შესაბამისობა. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულ შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში სამუშაო დროის აღრიცხვის დოკუმენტი შეიძლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახდეს. ამ დოკუმენტის წარმოება დამსაქმებლის ვალდებულებაა, ამიტომ დავის შემთხვევაში სწორედ დამსაქმებელია ვალდებული ამტკიცოს დასაქმებულის მიერ ზეგანაკვეთურად მუშაობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებები, რომელიც, როგორც გითხარით, სამუშაო დროის აღრიცხვის დოკუმენტში უნდა იყოს ასახული. ვიცოდეთ მეტი და ვიყოთ დაცულები. კანონის გამარტივებაში დაგვეხმარა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერი ელენე ებანოიძე. დროებით. კანონის ენა ზოგჯერ რთულია. ჩვენ აგიხსნით მოკლედ და გასაგებად. ყოველ სამუშაო დღეს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას კანონი მარტივად. თეა პერტაიასთან ერთად. იცოდეთ, დაიცავით და იყავით დაცული.